სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. შემდეგი კითხვაც ბიბლიურ კითხვა და პასუხებში არის პრაქტიკული ძალიან და ძალიან რწმენის მომცემი სხვათა შორის და ნამდვილი ქრისტიანად წოდება ადამიანი თუ ეს არ გაუულია მას და ამას არ განიცდის და ეს გაგება და ეს რწმენა მას არ გააჩნია. კერძოდ საუბარია იმაზე, ღმერთი დღესაც რთავს ნებას სატანას შესაჭირებლად. მე ახლა შევამოკლე, ჩვენ შესაჭირებლად, რომ მერე ამითი ჩვენი რწმენა გაძლიერდეს. აი ამას სვავს ახალგაზრდა პიროვნება, მე ჯიმი მქვია, გამარჯობა პასტორ ჯონ. მე ვკითხულობდი თქვენს წიგნს ჩვენი საკმარისობა ქრისტეში და რამოდენიმე აბზაცს აგიკითხავთ აქედან. ის საუბრობს, თქვენ საუბრობთ იქ სულიერ ომზე, ვინ ვის დევნის და ღვთის უზენაეს განზრახვაზე, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი. იქ წერია, რატომ დაუშვებს ღმერთი ეშმაკს, უკვე დამარცხებულ მტერს, რომ მუდმივად შეაჭირვოს და აწუხოს მორწმუნეები, შეაწუხოს. წმინდა წერილი არ ცდილობს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. ის მხოლოდ გვარწმუნებს, რომ ღვთის განზრახვები ყოველთვის მართალია, ჭეშმარიტი, კეთილი და საბოლოო ჯამში ეს ჩვენს სარგებლოდ არის. აქ პავლე წერდა სატანის მაცნეში არსებულ ღვთაებრივ განზრახურის შესახებ. გახსოვთ ხომ, როდესაც სატანა აწუხებს და ეკალი აქვს მას მიცემული, რომელიც ეკალივით აწუხებდა, რათა ის არ გამედიდურებულიყო და ყოფილიყო თავმდაბალი. რომელიც მეორე კორინთელთა მე-12 თავის მე-7 მუხლშია მოცემული. ასევე იქ არის ნახსენები თქვენ წიგნში იობის წიგნი, რომელიც შესაძლოა რომ ბიბლიის ყველაზე ადრეული წიგნი იყოს და ეს არის კლასიკური მაგალითი ძველი აღთქმის შესწავლისას. თუ როგორ იყენებს ღმერთი სატანას და მის ეშმაკურ ძალისხმევას საკუთარი პროვიდენციული ღვთაებრივი განზრახვების აღსასრულებლად. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე იობის მსგავსი არავინ იყო. ეს თავად ღმერთმა დაამოწმა. ის იყო უმციკლო და მართალი კაცი, ღვთის მოშიში და ბოროტებისაგან განდგომილი. აქ იობმა ყველაფერი დაკარგა, მისი შვილები დაიღუპნენ და მან ტკივნეული დამამცირებელი ტანჯვა განიცადა. ჯონ მაკარტური ახლა აწყვეტინებს და ეუბნება, თქვენ რას მეკითხებით, ვეთანხმები თუ არა ამ ყველაფერს რაც იქ დავწერე? მეკითხვის ავტორი, ეხლავე დავამთავრებ, ბოდიში, ეხლავე თითქმის დავასრულე. ეხლა შეუძლია თუ არა მას ამეჭვებთან, დეპრესიასთან, გულგატყილობასთან ბრძოლა? და აქ ასევე პეტრეს მაგალითიც არის ახალ აღთქმაში, სადაც პეტრეს პირადად შეუტია სატანამ ღვთის ნებართვით. ეხლა მე მაინტერესებს, დღევანდელ ქრისტიანებისთვისაც ესე ხდება? დაუშვა თუ არა ღმერთმა ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში და უშვებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი რწმენა? როგორც პეტრემ გაიარა ეს გარემოებები და ღმერთმა უთხრა მას, რომ შენ ამას გაივლიო. იმიტომ რომ ის აპირებდა ეკლესიის გაძლიერებას. დღესაც ხდება ეს პროცესი, ჯონ? რთავს თუ არა ნებას ღმერთი სატანას, რომ დარტყმა მოგვაყენოს, რათა მე რწმენაში უფრო გავძლიერდეთ? ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს ასეა. მე ვერ ხედავ რაიმე მიზეზს, რომ ვივარაუდოთ რაიმე განსხვავებული აზრი. თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ბიბლიის ალბათ როგორც თქვენ ახსენეთ უძველეს წიგნს, იობს, რომლის ავტორობაზე ჩვენ შეგიძლია ვისაუბროთ, ასევე ხუთ წიგნეულამდეც, რომელიც უნდა ვთქვათ, რომ ხუთ წიგნეულამდეც იყო ეს დაწერილი და მერე გადახვიდეთ თუნდაც გამოცხადების წიგნის ბოლო ადგილზე, სადაც მოდის დიდი ურვა და დიდი გაჭირვება. და ჩვენ ხედავთ, რომ სატანა ყოველთვის აქტიურობს და მორწმუნეებს ზდევნის. თქვენ ამის დანახვა პავლეს ცხოვრებაში შეგიძლიათ, პეტრეს ცხოვრებაში და ნებისმიერი ბიბლიური გმირის ცხოვრებაშიც. ამიტომ მე ვერ ხედავ ვერანაირ მიზეზს, იმიტომ რომ ისტორიის
კაცობრიობის ისტორიის გამომსხიდველი გეგმის დასაწყისში და ბოლოშიც ეს პროცესი მიმდინარეობს. ასე რომ, რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს იგივე მის შუა ნაწილში, რომელიც ჩვენი აწყობდური არის ახლა. ასე რომ, ჩვენთანაც ანალოგიურად იგივე პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ დიდი ვარაუდით პასუხი დადებითია, რომ მუფალი სატანას თავისი განზრახვით, თავისი შეხედულებისამებრ აძლევს ან მის დემონებს აძლევს ნებას მორწმუნების შესაჭირებლად, რათა მისი მიზნები სრულყოფილი გახადოს და მიაღწიოს მის საკუთარ ჩანაფიქრს ჩვენ ცხოვრებაში, ანუ რწმენის გაძლიერებას. დიახ, პასუხი არის დადებითი. ბიბლიაში განსხვავებული ამაზე სხვა აზრი არ არსებობს. და ეს პროცესი ჩვენ გვხდება მოქმედებაში ყველგან. კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისათვის, მადლობა ჯონ თქვენს პასუხისათვის.